ეს ისეთი ვიდეო არის მეგობრებო, რომ მინდა რომ გასუსული ვიჯდე ხმა არ ამოვიღო. ოღონდ დამისხით და გამასინჯეთ რომ. სხვადასხვა უცხო არ არის ეს ჩვენს არხზე უკვე ყოფილა. ვისკის მოყვარულთა კლუბი, ლევან ჭედია, კლუბის დირექტორი მოწესო ეგრე გეძახია. ხელმძღვანელი ხო. თავმჯდომარეა კაი. თავმჯდომარე მე რავი ხო რაღაც წერილების დამტარებელი ან მეგეთ მოვალეობის რაღაცის მოვალეობის შემსრულებელი ვიქნები რა მოწონს ეს სიტყვაც. ეს გქონდა ხო? ეს გქონდა. ეს ზუსტად ეს ბოთლი გვაქვს ჩაწერილი. ყობას მადლობა. ხო, რას ვსინჯავთ არ გითხოვს ხო? ჩანს და რა ვთქვათ მაინც ყოველ შემთხვევაში. ორი ეдрადორი, ორივე 21 წლიანი. აი იმიტომ არ მომოვიდი რომ ცხენოდა. ის 21 წლიანი ეдрადორს სინჯავ. კაი ერთი. სხვა. რატო ვადარებთ ერთმანეთს? იმიტომ რომ ერთი რომელიც უკვე ჩაწერილი გვაქვს ცალკე არის მთლიანად 21 წლის მანძილზე ოლოროსოს კასრში დაძველებული, კასრის სიძლიერის და მეორე, რომელსაც პირველად ვსინჯავთ, არის ასევე 21 წლიანი ბურბონის კასრში დაძველებული და ბოლო წლები დაფინიშებული ოლოროსოს კასრში, ასევე კასრის სიძლიერის. ეს ორივე კასრიც სავარაუდოდ ძალიან ხარისხიანი იქნებოდა დაფინიშების კასრის და ბურბონიც, იმიტომ რომ ეдрადორს როგორც წესი ეს არ ეშლება ხოლმე და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს მე ფასში შეიტანს ხოლმე რა ხო იმიტომ რომ ეს ახლა ძველი ბოთლია საკმაოდ ძველს გულისხმობ ჩასხმის თარიღი 2014 წელია და 1993-ის ვინტიჯი წარმოიდგინე და შესაბამისად კონკრეტულად ეს ბოთლი ცოტა გამოვიდა თავის დროს და რაღაცა და აი ზუსტად ეს წლები 1913 წლით რო იშოვოთ ძალიან ძვირი დაგიჯდებათ ეხლა უკვე 750 ფუნტ სტერლინგად ვნახე მხოლოდ და მხოლოდ სადაც წავაწყდი რომ მაინც და მაინც ეს ბოთლი თუ გინდა თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ იგივე ხაზში გამოსული ეს ბოთლი 93-ის მაგივრად 97 მაგალითად ცოტა ხელმისაწვდომი ფასში იყო ოღონდ მაღაზიებში ის აღარ იყო უკვე ვისკი ბეისის წევრები ყიდდნენ თვითონ და ყიდდნენ დაახლოებით 350 ევროდ ოღონდ სხვა შემდეგი წლის ბოთლი სხვა ბეჭებს ხო აი ხა მაგასაც შეეხება. ხო, ეს არის 2021-ში დისტილირებული და 2023-ში კასრში ბოთლში ჩასხმული. ბატონო. დაახლოებით იგივე ფასი ხარ 700 არა. აი მეორე ფასი რაც თქვი, 280-დან 330 ფუნტ სტერლინგამდე მერყეობს. ანუ რაღაც 400 ევრომდე გიადის, ხო? დაახლოებით, ხო. უხეშად რო თქვა. ასე რომ საკმაოდ ძვირებია ორივე. ჩვენი მთავარი მიზანი არის ახლა გავარკვიოთ რომ თლიანად ოლოროსო VS ბურბონი პლუს ოლოროსო. მე სხვადასხვა ბევრი ვისკის მოყვარულებისგან გამიგია ესეთი კონცეფცია თუ ეთანხმები შნარვისი ეს დაფინიშებები ცოტა მერია მოგონილი მართლა ერთ კაც ადრე ხო ეხლა ბალვინი მოიფიქრა პირველად 12-იანი ბალვინი არის პირველი დაფინიშება. კი ბატონო 60-იანებში ხო და ეს დაფინიშებებიო აი ძველი ესეთი რაღაცა კლასიკური თეთრ წვერა ვისკის მოყვარულებისთვის არის ხოლმე ცოტა ესე დღემდე მაიმუნურად უყურებენ რომ რაღაც რო არ გამოსდიოდა თუ მოიგონეს დაფინიშებაო რომ ცოტა რაღაცა ხო აი დაემალათ სუდი გადაეფარათ მიაფინიშეს აქ ჩაასხეს რაღაცა რაშიც ახლა შეიძლება თავიდან მართლაც რაღაცა მარკეტინგული გასვლით შეიძლება სწორი იყოს რომ ეხლა რაღაცა 10 წელი ელოდე ბურბონის კასრები რომელიც იყიდე გეგონა გამოგადგებოდა და არ გამოგადგა და არ ვარგა რა ის ვისკი ვერ გაყიდი რა ჯანდაბა და ოხრობა მაგას ხო ადე კიდე ერთხელ უკვე დაძველებული ოლოროსო გამოიყენე კიდე ეს წელი ჩაასხე და ბიჭო გამოაკეთა შეიძლება სასწაული არ არის მაგრამ გამოაკეთა და დაინერგება მე აბარას იზამენ ხო თუმცა ეს არის ერთი შეხედულება რომელსაც მე დღეს უკვე აღარ ვეთანხმები იმიტომ რომ დაფინიშება მაინც რაღაცას საკეთებს ეს მიქსი ხდება ხო იქ რაღაცა ბურბონის ვანილებს ემატება რაღაცა ოლოროსოს ქიშმიშები და ეს გემოზე თუ აისახა რომ ორივე იგრძნობა იდეალური გამოდის ორივე დაფინიშების ამბავში რა ტორფიანი ვისკი რო არის დაფინიშებული თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი რომ ერთ კარგ კასრში თავიდან ბოლომდე დაძველებული აი მართლა კარგი ბურბონის კასრში დაძველებული 10-12 წელი first fill ბურბონში ვარი და აი სუყერ ვარი და კარგად არაფერი ზედმეტი რო არა აქვს და არც რთული ვისკი არ არის კომპლექსური მაგრამ აი ყველაფერი აქ რაც უნდა ქონდეს ეგეც ხო დაგილებია და არ ჭირდება რა ერთ კასრში ჯიგრულად დაძველდა თავიდან ბოლომდე რა ბურბონი არა აუცილებლად იყოს აი არა კი ბატონ თუ მინდა ესა კი თავისთავად უბრალოდ მაგალითისთვის ვთქვი ხო და აბა ნახოთ ეხა ეს რომ აი იდეაში აი რომელი უფრო ესიამონება ჩვენაირ კლიაუზნი ადამიანს არ ვიცი როგორ ქართულად რაღაც ეს სიტყვა როგორ თქვა თლიანად ოლოროსო რომელიც გასინჯული გვაქვს როგორც მახსოვს და ჩაწერილიც გვაქვს აქ სწორედ ამ სივრცეში თუ ის 58 გრადუსი არის მთლიანად ოლოროსო ხო და მე მგონი ცოტა უფრო ნაკლები ახლა ვიგეთყვით
42.1 არის ბურბონი და ოლოროსო. ანუ ხო. 6 გრადუსით მეტია ეგ. ესა ხო? ხო. არა, ეს ოლოროსო. ხო, ოლოროსო უფრო მეტია. კი ბატონო, ესეც გაიმუქია დაფინიშებული. კი, ორივე ძალიან მუქია. ვერ იტყვი რომ ნაკლებად მუქია, იგი ერთ ფერზე გადის. ისი რამდენი ხანია ნეტა დაფინიშებული, ეგ არ ვიცით. ხო, ეგ ინფორმაცია არ გვაქვს სამწუხაროდ. არ მოგცა წარმოებელმა ეგ ინფორმაცია დაფინიშების წლები. ცოტა ბოთლი არ არის, 1919 ბოთლიერი გამოსული, რა წელივით თქვი. კაი, მოდი ეს გავიხსენოთ. დამით დავიწყოთ ხერეს სუმთნიანად ხერესით რა და 58 გრადუსი. უკვე ვიცი რა სახე უნდა მივიღო ახლა რა დავსვნა. ახლა ძალიან დეტალებში არ მოვყვებით, იმიტომ რომ ჩვენ სხვაობაზე მეტი ვილაპარაკოთ ვიდრე თითოეულის აღწერაზე. ზუსტად ეს ბოთლი ისეც უკვე ჩაწერილი გვაქვს და შეგვიძლიათ დასერჩოთ ნახოთ. რა ჩამურაბდა ნახე უბრალოდ რა. ეს არის საოცარი ადრეც გითქვამს ჩვენ და წარმოუდგენლად საოცრება ეს ვისკი და აი 58 გრადუსი, რომელიც აი 46-ვით არის რა. აბსოლუტურად რო არის და აი ყველაფერი აქვს მენთოლიდან დაწყებული ქიშმიშით და შოკოლადით დამთავრებული, ანუ აი საოცრებაა, წარმოუდგენელი მიქსი არის მოხარშული და დაჩამიჩებული ტყლაპად ქცეული სხვადასხვა ხილის, რასაც კიპოვი უმეტესწილად კი ქიშმიშის და ლეღვის. კი, გენიალური ცხვირი გენიალური. გემოს გენიალური აქვს უბრალოდ. ჩერცხვირზე ვართ. არა, წარმოუდგენელია და თანტორიანი სუნი რო აქ რაღაცა იქ გამყოფებს რაღაც იმაში, რა ქვია, ჯეკ ბეღურას ოთახში ზიხარ. თითქოს აი ეგეთი სუნი დგას რაღაცა ტორიანი გემის რაღაცა ქვემოთ იმაში. ცოტა ისინი ხეები კარგად რო არ არის მიჯრით და მზის ხილები რო შემოდის, ხო? აი ეგეთ გარემოში გამყოფებს. აი იქ უნდა გასინჯო. აბა ეხლა ნახოთ ნაბურბონალი ჯერ და მერე ნახერესალი. ნახე რა სხვაობაა, ვაფშვანერია. სხვანერია. ეს უფრო ტკბილია. ის ხო რაღაცა მშრალი ჩირეულობა და რაღაცა ჩამძიმებული იყო და ეს არის. აი უფრო რაღაცა ეგენიც არის ახლა რაც ამაში იყო, მაგრამ უფრო მსუბუქად აი რაღაცა გაზაფხულის ნოტებიც არის. მსუბუქი აქვს უფრო, ხო. აი ხა ეს არ არის ის ვერსია, რაც თავიდან ამბობდი, რომ ორივე იგრძნობა და კაია მეთქი. არის აქ ბურბონის ვანილიც არის რა ცოტათი რა. რაღაცა კრემი არის, გემრიელი, ისეთი ვანილის კრემი. კრემი არის, ცოტა მსხალი დატამით ხდება, იქ არის ხო, მსხალი არის და აი ძალიან კარგი ვანილიანი მსხალია და ძალიან კარგია. ოღონდ იმის ხერესის ქვეშ და ხერესი იმდენად დაფინიშებაც კარგი გამოვიდა, რომ აი ხერესმა შეფუთა ეს ყველაფერი. გარშემო აქვს ხერესური ამბები რა. სხვათა შორის არ ვიცი რომელი მირჩევნია ახლა მე. არა, არ ვიცი. ეს ძალიან მომეწონა რა. აუ ეს სულ გატკბა. სულ სხვანაირი გახდა იმის დაყნოსვის მერე. აუ ამას ახლა გაუხდა აი ღვინის მარანში რო ჩახვალ და ცივი სპირტნარევი ტკბილი სუნი რო დგას რაღაცნაირი, აი მაგის სუნი გაუხდა რა. აუ არ ვიცი რა ვნავთქო ბიჭო აქ როგორ ვნავთქო რომელი ჯობია ხო გაგიჟდით გამორიცხულია მაგის თქმა. აუ არა ეს მომჟაო გახდა ახლა. ძალიან კარგია. ერთმანეთს რო ცulis რა აი ჯერეს დაყმოსავ მე მეორეს და ერთმანეთს უცვლიან არომატებს რა. ეს არის კარგი ვისკის მახასიათებელი. მარტო რეცეპტორების ამბავი არ არის რომ ის აღიქვა და მე ეს აღიქვა. ეგეც არის კი ერთმანეთში მიქსება. მაგრამ რავი, აბა დაიდეთ ორი ბანძი ვისკი და თუ გადავა ერთმანეთში ნახავთ რა, არაფერი არ გადავა რა. ორივეზე ხდება ბანძის სუნი. და არაფერს არ შეწყდეს. ეხლა ეს მთლიანი თოლოროსო წავიდა ჩემთვის აი კარგად ჩაციებულ კოკა-კოლას რო დაისხომ და რო დასუნავდა ეს გაზები რო შეგდის ცხვირში. ძალიან კაი შედარება იყო, აი ძალიან ზუსტ და კარგი იყო. იმის ყავის ეს არის ეგა ყავის და იმის რა ქვია ყავა ეგა ყავის სუნია თითქოს რაღაცნაირად რა გაზი კოკა-კოლას ხო აქვს ცოტა ყავის სუნი და მაგის სუნი აქვს ეგ არის აუ ძალიან მაგარია ორივე რა საოცრებაა ბიჭო რა ნერვიდეოს ვწერთ ხალხი ვერ გვიტანს ალბათ ალბათ ხო ღირსებიც ვართ კაი მოდი ის ხერესი დავლიოთ პირველი თუ არა არ ვიცი და მოდი აი მერტო შენ გიშველი ყველას გისურვებთ რომ აი უბრალოდ არასოდეს არ გაგჭირვებოდეთ ის რომ ყოველთვის გქონდეთ სახში ეგეთი ვისკები. აი სადღაც ძილავამები დამასობაში. გავეთ გავმა. აი 48 გრადუსი ენაზე ეთყობა. ხო, მაგრამ ბიჭო ცუდად არ ეთყობა არ. არა, ცუდად არა. არ არის ამოვარდნილი. არა ეთყობა. ცხარია. ამ წყალსაც აიტანდა. ცრემლები მაგრამ არ მინდა წყალი.
მაგრამ რა ტკბილიც არის, ის სიტყვები არ დაიჩაგრა იმ სიცხარის ფონზე. ანუ ამის 58 გრადუსი ალკოჰოლი ისიც არის საჭირო რომ რეცეპტორები გახსნას და იმან მე გემოები მიიღოს. იმ ხელაზე ხსნის რომ აი სულ გემოები მეღორება პირში რა. ოღონდ ხანდახან არის რომ ის სპირტი ზედმეტი რატო გვეჩვენება გახსნის და გემოები არ არის საკმარისი. უკეთი არ არის და ეგ რჩება წვა მარტო და ფერი დებილი უთხარ. აუ ესეთი თბილი საახალწლო არომატები დატოვა რა. აი გამთბარი მაქვს პირი და ყელი მთლიანად და ეს რაღაცა საახალწლო რაღაცეები ბუხართან მზივარე. ბუხარი და ნამცხვრის სუნი და ლიმონი და ეგეთი რაღაცეები რა. ლიმონი, დარიჩინი, ყველაფერი არ ვიცი. გლინტვეინი ხარ. გლინტვეინი ხო, აი რაღაცა საოცრებაა რა. მოდი, კაი როგორ გადაგაგვეცხო ხა. აი ზამთარში რო უძალიან გრძელი ისაა, ძალიან გრძელი ფინიში აქვს. საახალწლო ის რო არის ქუჩაში გახსნილი. აცხობენ ვაფლებს ვაცხობენ. ხო, ანუ ეს პატარა ჯიხურები რო არის საახალწლო და ერთ-ერთი როქცივა ქუდი გახურავს, რო თოვს და ეს კაშნე რაღაც და აი გლინტვეინს რო მოსვამ და რო გაგათბობს მთლიანად ხო ისი აი რაღაცა ეგეთი ეფექტი ქონდა ეხლა ამას რა, ძალიან კაია. რაც ჩამოთვალეთ ყველაფერი იგრძნობა ამ ჩიკაში ამ კლუბში. გინდა იჯერეთ, გინდა რა ეგრეა. თუ ჩაყლაპავ, თვალებს დახუჭავ და ეგ ყველაფერი მოდის. ფინიშთან ერთად. აბა ნახოთ ეს მეორე ახლა. აბა. გადაგვათრებს სადმე, სხვაგან თუ დაქტოვებს ისევ იმ გარემოში. დავნახოთ. ბიჭო, ვაფშე სხვანაირია. აუ, ეს სხვანაირად ნამცხვარია. აუ, რა კაი მომჟვა, ლიმონი აქ მეტია. ეს უფრო შემოდგომაა. შემოდგომა არის და აი ლიმონი აქ მეტია. ვანილი მსხალი წეღარას თქვი გემოზეც არის. არსად არ დაკარგულა. ხო, ეს სიმჟავე აქვს რაღაცნაირი. და კაი სიმჟავე აქვს, მე ფანტასტიკური სიმჟავე აქვს, მოტკბო. აუ, კაია რა ესეც. მაჭარი, კარგი მაჭარი, ცოტა ძიმე დასალებია და უღინებელი როა, მაგრამ რაღაცას ქსუს ხავს ეს მაჭარი რა. სიმჟავე აქვს და თუ კაი მაჭარია, სიტყვოც კარგი უნდა ყავს, მაგრამ უმეტესობა მაჭრები ძამჟავია ხოლმე. სიტყვოც რო ბევრი აქვს, თუ ტკბილი ყურძნისგან არის. ხო. აუ, აი ეს მაჭრის სუსხი აქვს ამას. ეს შუშხავს. ეს უფრო შუშხუნაა, ბევრად. მე დამშუშხავ. რომელი შუშხუნა? არ ვიცი. ბურბონი? უფრო სხვანაირია. ჩემს უფრო უცხო პროფილია. ან შეიძლება ის უკასინჯური მქონდა, მაგრამ ეს პროფილი, ნაცნობი პროფილია მაინც. ოღონდ ეს არის ნაცნობი პროფილი უმაღლეს ხარისხში დაყვანილი. აი ეგ ამბავია, თორემ ცოტა დაბალ ხარისხებში პოულობთ მაგ მარტო ხერესის პროფილებს და ის იდეა მიუხედავად იმისა, რომ ასევე ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება ბურბონი პლუს ხერესი, ამ ხარისხით მე არ ვიცი რა. წარმოუდგენელი ხარისხია რა. მე მაინც ოლოროსო. ხო, მე ოლოროსო უფრო იშვიათად, აი ორივე ბოთლი რომ მედოს მუდმივად თაროზე, ბევრად იშვიათად დავლევდი ოლოროსოს ვიდრე ბურბონს. ბურბონი უფრო ხშირად მომინდებოდა. კი, ანუ ზედმეტად მსუყეა თან ის ოლოროსო და ხო, შეიძლება მაგის გამო. შეიძლება ახლა 1% რო დალევ, მეორე უბრალოდ აღარ მოგინდეს რა. აუ. ისი ფინიში მას მე მგონი გრძელი ქონდა უფრო ოლოროსოს. კი. აი ამასაც აკმარისაა. აი სითბოები და რაღაცები რას მოუყევით. აკავიდა ხო მალე. აქ არ არის ისე ხო. აუ. აი, კიდე ხო არ მოანდომებ ხალხს რამეს ნერვსყებს ხوار წამოუყვა. არა ბიჭო, არაფერს აღარ ვიტყვიოთ, არა. ნუ არ ვიცი ხა, კონკრეტულად ეს წელი როგორ თქვა, წარმოუდგენლად ძვირი არის და რამდენად შეგიძლიათ, თუ შეგიძლიათ, ღმერთმა შეგარგოთ. არინიანებთ თუ გადაიხდით. მაგრამ ის ხამის აწტომ ფასია შედარებით კაცო. ამასა შედარებით 400 რამდენი დაუთვალეთ 330 ფუნტი 400 ევრო გამოდის მეტიც ალბათ მაგრამ ნუ თუ გინდათ რომ ეს განიცადოთ ახლა ჩვენ კიდევ ვიდეოს რო წერთ ხოლმე ამ ყველაფერს რო საერთოდ ვლაპარაკობთ და ამას რო არ ვიღებდით ალბათ 10 ჯერ მეც ვიყვირებდით და ვიცივლებდით სავარაუდოდ ხო წარმოიდგინეთ ახლა ჩვენი ემოცია გამრავლთ 10-ზე აი ეს თუ გინდათ დაგემართოთ უნდა გადაიხადო ბატონო ძვირი მაგრამ ცუდი ვისკების განხილვაზე ეგრე ვართ ვიდეოს მერე უფრო უკივით და წივით კი ფუი ნეტა უფრო მეტად უნდა გაგვესწორებინა მიწასთან აღარ ვხმარისით მოკლედ კიდე ორჯერ მადლობა კობას, იმიტომ რომ ორი ბოთლი გქონდა. დიახ ხო. ორმაგი მადლობა კობას და ძალიან კარგი გამოცდილება იყო, ძალიან კარგი და ნუ, რა ვიცი, ვისაც შეგიძლიათ მეორდები, მაგრამ არა ვშ. ვისაც შეგიძლიათ არ დაინანოთ რა, თუ დაახლოებით მაგ რეინჯში ეთამაშებით ხოლმე იმ ვისკების ყიდვას, რომელებსაც აგემოვნებთ, ეს არ გამოტოვოთ არავითარ შემთხვევაში. ყველას ვერ მოგიწოდებთ ახლა. მეც არ ვარ ახლა ისეთი ჯიბის ადამიანი, რომ მე თვითონ
აკე გავაქანო და თვეში ორჯერ ესეთ მოტივი ვიყიდო სიტუაციაზე ვამბობ რა. ხო და შესაბამისად ხო ვისაც ნაკლებია, ნაკლებ მეც უფრო შედარებით ნაკლებ ფასიანებში ვეძებ ხოლმე უფრო საინტერესო ვისკებს, მაგრამ ვისაც გაქვთ და მიგიწვდებათ ხელი თამამად. ამასობაში გამოიწერეთ არხი და გაწვევით Facebook ჯგუფში ვისკის მოყვარულთა კლუბი. მადლობა რომ ჩვენთან ხართ.